ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკურ პარტიებს პარტიათა საარჩევნო ქცევის წესების 4 პუნქტიანი დეკლარაცია წარუდგინა. უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, უარს ვამბობთ ამ მრჩეველთა მოსყიდვაზე. სადღაც განუხრელად დავიცვათ ცესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. პასუხისმგებლობას ვიღებთ ცესკოს მიერ შეჯამებული და საერთამკვირვებლო მისიის ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე. ამ შინაარსისაა მმართველი გუნდის დეკლარაცია. აღნიშნულ პუნქტებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კიდევ 17 პუნქტი დაამატა. ოპოზიციისთვის ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი მეოთხე პუნქტი მიუღებელი აღმოჩნდა. პარტიათა საარჩევნო კამპანიის დროს ქცევის წესების დეკლარაციაზე დისკუსიას პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაშინ მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე, პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ირინა ურუშაძე ღებულობდნენ. ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხე პუნქტი ამ წუთისათვის ჩვენთვის ქართული ოცნებისათვის მიუღებელია, ძალხრივია ეს პუნქტი და ზოგადად ამ დეკლარაციაში შემიძლია გითხრათ, რომ ლაპარაკია ანბანურ ჭეშმარიტებებზე, რაც კანონით ისედაც ევალდებულება, განსაკუთრებით ხელისუფლებას და ამავე დროს პარტიებსაც. ერთი პუნქტი, რომელზეც საუბრობს ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში ქართული ოცნების კოალიციის წარმომადგენლები, ეს გახლავთ მეოთხე პუნქტი დეკლარაციისა, რომელიც გულისხმობს სანდო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული და შეფასებული არჩევნების შედეგების აღიარებას. და მე ვფიქრობ, რომ ეს ამდენად არ უნდა იწოდდეს კამას, რადგანაც არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში სანდო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მიერ შეფასებული არჩევნებს და შედეგებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს შეგეხება კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაამატეს 17 პუნქტი, რომელიც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად წინა საარჩევნო პერიოდისათვის და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის. მმართველმა გუნდმა ყველა პუნქტი გაითვალისწინა და დათანხმდა მას. ოპოზიციური პარტიების თანახმა არიან ამ პუნქტების გათვალისწინებაზე, თუმცა მიდის მსჯელობა დანარჩენი 4 პუნქტის ფორმულირებაზე და ჩვენ ეს შეგეხება და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები ვიქნებით მედიატორები ამ პროცესში და ვეცდებით, რომ პარტიები შევათანხმოთ ერთიან დეკლარაციას.